მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მაგიური სამყარო. უკვე შეგიძლიათ გამომიწეროთ Instagram-ზეც მაგიური სამყარო, მე ბოლო წინა სტორიში დავდე ვიდეო თუ როგორ ვარ Instagram-ზე, იგივე მაგიური სამყარო. და მეგობრებთ იქაც, მე იქ დავდე ძალიან ბევრ ჩემს კარგ რჩევას, ჩემს პირად, ცხოვრების გარკვეულ ნაწილებსაც, რაც საჭიროა და მეცით რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ და ძალიან ბევრ კარგ რამეს, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი Instagram გვერდი Magic World და მეგობრებთ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიწერა ჩემი გვერდი, თანხას მერიცხავს YouTube-ის და მეტი აქტიურობა, მეგობრებო, მეტი კომენტარი, მეტი აზრის გამოხატვა ჩვენ ქართველებს რატომღაც გვიჭირს, უჭირთ აზრის გამოხატვა, აზრის დაფიქსირება, ამიტომ რა გინდათ ჩემს სივრცეში ნახოთ, როგორ გინდათ, შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი აზრი დიპლომატიურად კულტურის ფარგლებში დააფიქსიროთ და მე გამიმართლა, რომ მართლა იდეალური, ძალიან კარგი მსმენელი მყავს YouTube-ზე და მე ამით ძალიან მადლიერი, ძალიან ჭკვიანი ხალხი და ძალიან მადლიერი და ამაყი ვარ. დღეს ტყუილად არ მოვიყვანე აფროდიტე ჩვენთან და შევქმენი ქალური ესეთი გარემო. დღეს მინდა ვისაუბრო, რატომ ვერ შოულობს ადამიანები ფულს, ქალები, ქალბატონები განსაკუთრებით, ან თუ შოულობთ, რატომ მიგდით ძალიან ცუდად, ვერაფერში ვერ იხმართ და ფულს წყალივით მიდის და რატომ გექმნებათ პრობლემები ურთიერთობებში და საერთოდ რატომ ვერ ქმნით ოჯახს, რატომ იზიდავთ მამაკაცებს, რომლებიც არიან ტოქსიურები. იცით რა არის, ბევრი ადამიანი საუბრობს ახლა ყბადაღებული, დღეს მოდაშია, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, ქალური ენერგია, ფულის ენერგეტიკა, რაღაცა ChatGPT-ის მიერ ამობეჭდიო რაღაცა სისულელეებით ყველა საუბრობს, მაგრამ მე ვსაუბრობ ყოველთვის ამაზე, მაგრამ ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, იმიტომ რომ მე ვარ მაგი და მე ვაკეთებ რიტუალებს და ერთადერთი რაც მჭირდება ეს არის ენერგია. და რითაც ადამიანს უცვლი ცხოვრებას, ეს არის ენერგეტიკის გასუფთავება და მის სიგრძეზე დაყენება სხვანაირად მაგია არ მუშაობს. როგორ უნდა გააკეთოთ თქვენ ისე, რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ. დავიწყოთ პირველ რიგში ფულით, მე სანამ რიტუალს შეგიწერთ, ცოტა უდენს ვისაუბრებ, ვიცი თქვენ გიყვართ ჩემი საუბარი. ფული არ ცნობს კარგ ადამიანს, ფული არ ცნობს ცუდ ადამიანს, ფული არ ცნობს პატიოსანს, ფული არ ცნობს არავის. თქვენ რა გონიათ, სამყარო ვინმეს არჩევს, ვინ კარგია, ვინ კეთილია, ვინ ბოროტია, ვინ პატიოსანია, ვინ რამე? ვინ ლამაზია, ვინ უშნოა, ხო? არა. სამყარო აძლევს ფულს იმას, ვისაც ის უნდა. მოდი გავაკეთებ აქცენტს. ეხლა ვიღაცა მიტყვის, რომ რას ქვია, ეხლა მე ფული არ მინდა? როგორ არ მინდა? დიახ, თქვენ ქვეცნობიერში შეიძლება თქვენ ეს თანხა არ გინდოდეთ და თქვენი ქვეცნობიერი ამ თანხას და დიდ ფულს იღებს შიშად და უგუაგდებს. თქვენ იცით, რომ ძველად კომუნისტების პერიოდში ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები იღებდნენ ერთ და იგივე ხელფას, თუ ძალიან მაღალ თანამდებობებზე არ იყვნენ და ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ პატიოსანი შრომით ვერ გამოიმუშავებ, ასე შემდეგ. და ეს ცნობიერება ჩაუნერგეს ხალხსაც. ახალგაზრდა თაობა იმდენად აღარ არის ამ იმაში, მაგრამ წრეში, მაგრამ ბევრი ნაწილი არის მერწყმუნეთ, მაგრამ ძველი თაობა მაინც ასე თუ ისე
ამ აზროვნებით მოდის და ფულს ძირითადად ძალიან ძნელად გამოიმუშავებს უმეტესობა. ზოგი შეიძლება იყოს ძალიან ადვილად იშოვოს ფული, ძალიან ადვილად მამაკაცებმა ხელის გულზე ატარონ. შეიძლება საერთოდ არ ქონდეს კარგი გარეგნობა, მაგრამ ხელის გულზე ატარონ მამაკაცებმა და შეიძლება ადამიანს, რა ვიცი, უნივერსიტეტი დაამთავროს 5 ულამაზესი იყოს და უკაცრავად და 5 ლარიანი ვარდი არავინ არ აჩუქოს. ქალური ენერგეტიკა. მე ყოველთვის ადამიანებს მოვუწოდებ პირველ რიგში, რომ გაიკეთონ წმენდის რიტუალი ჩემთან. რას აკეთებს წმენდის რიტუალი და როგორ მოქმედებს ქალურ ენერგეტიკაში წმენდის რიტუალი? თუ თქვენ არანაირი ჯადო არ გაქვთ, მოდი ჯერ ვთქვათ, რომ პირველი ქალური ენერგეტიკა, სექსუალურობა, მამაკაცთან ჯანსაღი კარგი სექსით დაკავება, სიამოვნების მიღება და საერთოდ ქალურობა და ქალური ენერგეტიკა ეს არის სიამოვნების მიღება სხვადასხვა როგორ გითხრათ, სფეროებიდან. ეს იქნება თეატრი, ეს იქნება კინოში წასვლა, ეს იქნება ზოგს საყიდლები უყვარს. ხო არიან ქალბატონები, შოპოჰოლიკები, იღებენ სიამოვნებას ტანსაცმლის ყიდვისგან, ჩანთების ყიდვისგან, რა ვიცი, 1000 რამესგან. ანუ სექსუალური ურთიერთობებისაგან უყურეთ, თქვენ თუ დააკვირდებით, რა განსხვავებაა ქალს, რომელიც 24 საათი შრომობს და მუშაობს და იმ ქალს შორის, რომელიც შეიძლება საერთოდ მასზე გარეგნობით, განათლებით ყველაფრით ნაკლები იყოს, მაგრამ რას აკეთებს? სიამოვნებას იღებს ყველაფრისაგან და კაცს ბჭყალებში აიძულებს, რომ ისე გააკეთოს, რომ სიამოვნება მიიღოს. წამიყვანე ჩანთარ მიყიდე, ერმესი მიყიდე, შანელი მიყიდე რაღაცა, ხო? წამიყვანე კარგი სუნამოები, ესეც სიამოვნება. წამიყვანე კარგი სალონი, ესეც სიამოვნება. წამიყვანე სამოგზაუროდ, სიამოვნება. ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის სიამოვნონ. ვისაც აქვს მაღალი ქალური ენერგია. და რას აკეთებენ ისეთი ქალბატონები, ვისაც არ აქვს ქალური ენერგეტიკა? 24 საათიანი შრომა, მამაკაცი არ ყიდულობს არაფერს, ქალიც ეს არის, კაციც ეს არის, გადაბმული ან გადაკარგულია უარეს შემთხვევაში ემიგრაციაში, მოწყვეტილია აბსოლუტურად ყველაფერს, ოჯახს, სექს, ზოგიერთისთვის შეყვარებული ბოიფრენდის სირცხვილად ითვლება, შვილებს ვერ უმალავენ, ეს საშინელება, პირადი ცხოვრება არ აქვთ, თეატრში არ დადიან, კინოში არ დადიან. ანუ არანაირ მეგობრებო, ბოდიში, არ გეგონოთ, რომ ყვირი ვარ, უდიდესი ოთახია, ჩემი კაბინეტი და ისმის ექო ძალიან ხმამაღალი. ამიტომ არ გეგონთ, რომ მაღალ ხმაზე ვსაუბრობ, მართლა არ ვსაუბრობ, даже მიკროფონსაც არ ვიყენებ სპეციალურად. ამიტომ ეს ქალბატონები, ვინც ემიგრაციაში ან არ არის ემიგრაციაში და საქართველოშია, მაგრამ უდიდეს პასუხისგებლობას იღებს საკუთარ თავზე, ყველანაირ სიამოვნებას არის მოწყვეტილი. რა სიამოვნებაზე ლაპარაკი ფიქრობს, როგორ გადაიხადოს ბანკი, როგორ აჭამოს შვილებს, რა ჩააცვას შვილებს, რა დაახუროს, როგორ გაიხადოს ვალები და საერთოდ მოკლებულია და 1000-ში ერთხელ თუ სადღაც ან რესტორანში ან ყავას დალევს ან თქვათ ნამცხვარს მიირთმევს, ზოგს ისიც თვეობით არ გამოდის სახლიდან, ხალხმა ამერიკა არ იცის რა არის, ამერიკაში ისე ცხოვრობს.
7 წელი მე ვიცი ქალბატონები ცხოვრობენ 7 წელი ამერიკაში, რომ ვისაც უვლიან მათ ეზოს არ არიან გამცდრები. Ну მაქსიმუმ სამწყობაში თუ წავლენ იქვე სადღაცა ახლო. Ну ეს კატასტროფაა მეგობრებო. ამიტომ როგორ უნდა გქონდეთ თქვენ პირადი ცხოვრება? როგორ უნდა გქონდეთ თქვენ ფული, როგორ უნდა გამოიმუშაოთ? ფული მოდის, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ადამიანებთან, ვინც მუდმივად სიამოვნებაშია, ტკბება, იმიტომ რომ ფული უნდა გიყვარდეს. და ადამიანი მეორე ქალი რა შეხარჯავს ფულს? სასწრაფოდ გადავიხადო ვალი, ანუ სტრესი, ვალი იგივე სტრესია, ეგრევე გააქანებენ ბანკში, გადაიხდიან ვალს, სტრესია, რაღაცა იქ რაღაცის ფულს გააგზავნიან, სტრესია ის, იმიტომ რომ ფული გეუბნება, რისთვის მოვიდე მე შენთან, თუ შენთვის არაფერს არ დახარჯავ. რისთვის მოვიდე მე შენთან? მოვალ გაჭირვებით, მოვალ ცუდი შრომით, ანუ ძნელი შრომით და ავიცი, არ იგე ესე ფული და იყავი. ან ბედნიერება, თქვათ ხო, სიყვარული, კარგი ურთიერთობა გეუბნება, როდესაც ტოქსიურ ურთიერთობაში ხარ, მაგალითად, როდესაც მამაკაც კი, ყველაფერზე თავს ვუქნე, ხო? ან როდესაც არ ითხოვ არაფერს, ოქროს არ ითხოვ, ბრილიანტს არ ითხოვ, მოგზაურობას არ ითხოვ, არაფერს არ ითხოვ და სამყარო გეუბნება, შენ თუ არაფერს არ ითხოვ მამაკაცისაგან, მაშინ კი ბატონო, წადი, გახდი როგორც კაცი და იმუშავე და რაც გინდა ქენი, მე შენ ეგეთ ცხოვრებას არ მივცე და მივცე მაგალითად ვეღაცა, არ ვიცი, ვეღაცა ნათიას ან შორენას მივცემ, რომელსაც უყვარს ჩანთები, სათვალეები, ძვირფასი საათები, კარგი ცხოვრება და ოკეი, იმისი იქნება ყველაფერი და შენ იშრომე. იცით რა არის მეგობრებო? ვეღაცა იტყვის, რომ ой, მე უნდა ვიმუშაო, ჩემი შრომით სულს ხვარი. კი ბატონო, იშრომე. შეგიძლია შენი შრომით გამოიმუშაო ფული და პარალელურად გქონდეს ძალიან კარგი ცხოვრება, მაგრამ შრომასაც ხო გააჩნია. ეხლა დავიჯერო არ არსებობს თქვენში ნიჭი, ჰობი თუნდაც, რომელიც ადვილად გამოგამუშავებინებთ თანხას? როგორ არ არსებობს? ყველა ნიჭიერი ხართ აბსოლუტურად. და დავიჯერო რაღაცა ისეთი პროფესია ვერ შექმნით, რომელითაც ადვილად თანხას გამოიმუშავებთ? როგორ სხვა შეუძლია და თქვენ არა? როგორ არა? როგორ არ შეგიძლიათ? მაგრამ, როდესაც თქვენ უმძიმეს შრომაზე ხართ გადასულები, როგორ უნდა გყავდეთ კარგი მეორე ნახევარი, ვინც ხელის გულზე გატარებთ? როდესაც ადამიანი დაგინახავთ 500 საათი სადღაცა მუშაობთ, იქ 500 საათი მუშაობთ, კაცი იტყვის, რომ მე როგორ უნდა ხელის გულზე ვატარო ეს, როდესაც ეს ტანკივით შრომობს. და თქვენ გებმევათ ისეთი კაცები, რომლებიც არიან უსაქმურები, ალფონსები, ნარკომანები, ხო? როგორც ეს ხდება? აბა თუ კაცი ხელის გულზე გატარებთ, თქვენ არსად არ წახვალთ და მშვიდად იქნებით. ან თუნდაც არსად არ დადიოდეთ. როდესაც ხარ სტრესში, როდესაც ხარ ნერვიულობაში, როდესაც ქალის და მამაკაცის საქმეს შენ აკეთებ, რომელ ქალურ ენერგეტიკაზე ალაპარაკი, ხო? მე არ ვიცახი მაგას არის შრომა, მეც მაგალითად შრომობ, დიახ. მაგრამ მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. მე არავინ არ მაძალებს ამას. ჩემი ოჯახი ჩემზე არ დგას ფინანსურად, მართლობა. ჩემი ოჯახი დგას ჩემ ქმარზე. ყველაფერს აკეთებს ის აბსოლუტურად. და ჩემი ფული არის უბრალოდ ჯიბის ფული, მე ვაკეთებ ამას ჩემთვის. პირადად მე არავინ არაფერს არ მთხოვს.
ჩემზე არ არის დამოკიდებული სახლი, მე არ ვნერველობ სახლზე, კარზე, როგორ გადავიხადო, რა გავაკეთო, ყველაფერი მოდის. ქალურობა არის სიმსუბუქე. ვერასოდეს ვერავინ წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ თქვენ ახლა თქვენ ჯამრთელობა ჩააყოლეთ 20-25 წლის მუშაობას, ეგ სხვა არის, მაგრამ არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, რომ თქვენში არ ცხოვრობს სექსუალური, ლამაზი, რბილი, თბილი ქალბატონი, რომელსაც უნდა რომ ვეღაცამ უბრალოდ მხარზე თავი ჩამოადოთ და უთხრათ, რომ აი შენ ჩემი იმედი ხარ და მან გითხრას, რომ აი დამშვიდი შენ. უბრალოდ არაფერი არ მინდა შენგან, მე ყველაფერს გაგიგეთებ. რა თქვენ გონიათ ეგეთი მამაკაცები არ არსებობენ? ძალიან კარგადაც, რამდენიც გინდათ. უბრალოდ თქვენ არ ხართ იმ ადგილზე, სადაც უნდა იყოთ. ავიღოთ წმენდის რიტუალი. რას აკეთებს წმენდის რიტუალი? ადამიანს უბრუნებს საკუთარი თავის სიყვარულს. ჩემი წმენდის რიტუალი და აღვიძებს, რომ ადამიანები ფიქრობენ, რატო ვაკეთებდი ესე? სად ვიყავი აქამდე? რატომ ვექცეოდი ჩემ თავს ესე? ის კი არ არის, რომ მარტო ბაუ და რაღაცა აურა გაგეწმინდათ. როგორც ეს სხვაგან ხდება, ხო? არა. ეს არის გამოღვიძება. და ამის მერე იმ ადამიანებს აღარ უნდათ ის რაღაცა საშინელი ტოქსიური ადამიანი, ხო? მათ გვერდზე უნდათ ფული, ძალაუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალური ენერგეტიკის დაბინძურებით კაცად, როდესაც ხდება ადამიანი, არა მარტო ფული გეცლებათ, არა მარტო ძნელად მუშაობთ, არამედ ჯანმრთელობაც ეცლება ადამიანს. როდესაც ესე მუშაობ, სექსუალური ცხოვრება აღარ გინდა. როდესაც დაღლილი რო იმუშავებ 12 საათი, რაღა სექსუალური ურთიერთობა უნდა გინდოდეს ადამიანს. როდესაც სექსუალური ურთიერთობები არა გაქვს, ჰორმონები გაგიფუშდება. როდესაც ჰორმონები გაგიფუშდება, პრობლემები დაგემართება, წონა, ყველაფერი ხო? არ ვარ ჯიშობ, პილატესზე არ დადიხარ, იოგაზე არ დადიხარ, იმიტომ რომ გადავარდნილი ხარ, ვის რა ფული გაუგზავნო, ნათესავს, ამხანაგს. მეგობრებო, ჩვენი ქართველი ქალები არ ცხოვრობთ კარგად. სწორი მიმართულებით არ ცხოვრობთ. თუ ჩვენ ავირჩევდით საკუთარ თავს და თქვენ აირჩევდით საკუთარ თავს, მერწმუნეთ ამდენი ნარკომანი და უსაქმური მამაკაცი არ ეყოლებოდა საქართველოს. კეთილი ინებოს თქვენმა ადამიანებმა და გატარონ ხელის გულზე. და თუ თქვენ არ გატარებენ ეს ადამიანები ხელის გულზე, მაშინ ადექით და მოძებნეთ სხვა ადამიანი. იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ იმას, რომ იყოთ ჯანმრთელი, დიახ, ხარ მითხრათ, რომ არ იმსახურებთ. დიახ, იმსახურებთ, რომ იყოთ ქალური, დიახ, იმსახურებთ, რომ გეკეთოთ კარძიე, როლექსი, ხელზე, რატომ არ უნდა გეკეთოთ? თუ სხვას აქვს ქალური ენერგეტიკა, თუ სხვა დადის ლამბორჯინით, თუ სხვა დადის ძვირფასი საათებით, ძვირფასი ბრენდული ბეჭდებით, თქვენ ვიზე ნაკლები ხართ? ვინმეზე ნაკლები ტვინი გაქვთ, ვინმეზე ნაკლები გარეგნობა გაქვთ, ვინმეზე ნაკლები ჭკუა გაქვთ, თუ რა გაქვთ? არავინ არ არის დამნაშავე თქვენს ბედში გარდა თქვენისა. თქვენი თავისა, თქვენ არ ინდომებთ. ყველაფერი არა, აი შვილი მყავდა შესანახი, აი ის მყავდა, არა, ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა, გინდა გეწყინოთ, გინდა არ გეწყინოთ. თქვენ როგორც დააყენებთ საკითხს, ზუსტად ისე იცხოვრებთ. ისე გამოყვებათ შვილიც, ქმარიც და აბსოლუტურად ყველა. ამიტომ საკუთარი თავის შეცვლა არასოდეს გვიანი არ არის. არასოდეს ხდება, მე არავის არ განვიკითხავ.
ხდება ცხოვრებაში ისეთი დრო, რომ ქალმა შეიძლება დაკარგოს საკუთარი თავი. მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩვენ დავცინოთ ან აუგად მოვიხსენიოთ, არა. მიღება არის ყოველთვის პირველი. ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდში ქალბატონებს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად და დავეხმაროთ პირველ რიგში ჩვენს თავს. მე ჩემის გადმოსახედიდან სანამ რიტუალს დავიწყებდე, გირჩევდით, რომ აუცილებლად მიზეს გარეშე გაიკეთოთ წმენდის რიტუალი და ეს უამრავი მსოფლიო ფაქტებია უკვე ჩემი მუშაობისა და რევიუების შეგიძლიათ წაიკითხოთ Telegram გვერდზე, რომ დააც უკვე Instagram-ზე ვსწავლებ აბსოლუტურად ყველა რევიუს, რაც კი მაქვს და ყველას მეზარება ხოლმე ხანდახან რევიუების დასკრინვა მავიწყდება, აი 100 კაციდან არა მოგატყუებთ ახლა 1000 კაციდან აი რომ არ მოგატყუოთ 5 რევიუსაც არ წერ შლი მავიწყდება მეგობრებო, მავიწყდება, აი მართლა მავიწყდება, ადამიანობას ვიცავარ. ამიტომ წმენდის რიტუალი არის ის, რაც თქვენ გამოგაღვიძებთ. საკუთარ თავს დაგიბრუნებთ, როდემდე უნდა იცხოვროთ, ხო ესე? როდემდე. როდესაც სხვა ყველა კარგად ცხოვრობს და თქვენ ამასობაში იტანჯებით, ცუდი სამსახურით, ტოქსიური ურთიერთობებით. ერთადერთი გადამწყვეტი არის წმენდა. მეტი არაფერი. ნუ თუ ჯადო გაქვთ და საგვარეულო ჯადო გაქვთ, მაგაზე კიდე ეს კიდე ცალკე თემაა. ეს კატასტროფა. მოკლედ დღეს მინდა ესეთი მე დავარქმევდი affirmation, affirmация, sublimация ესეთი რამე გაგიკეთოთ, რაც დაგეხმარებათ ჩემი აურა, ენერგეტიკა იმაში, რომ ქალურობა აიმაღლოთ, უფრო სექსუალური გახდეთ, უფრო мотивация გქონდეთ ცხოვრებაში, მოусმინეთ დღეში რამდენჯერაც გინდათ დრო არ აქვს, რამდენჯერაც გინდათ მუდამ და ასე ვთქვათ, დატკბით ჩემი აფირმაციებით, რაც უფრო მეტჯერ მოусმენთ ამ ვიდეოებს, მით უფრო ბედნიერი და წარმატებული იქნებით. მე უკვე დაგემშვიდობებით, სანამ ვიდეოს, აუდიოს ჩაწერას დავიწყებ. გელოდებით ჩემთან ყველას კონსულტაციაზე და WhatsApp-ის ნომერზე ჩაეწერეთ კონსულტაციაზე +1 718 506 28 24. ახლა მინდა რომ მოდუნდეთ, თვალები დახუჭოთ, წახვიდეთ სადმე 7 გარემოში, ან დაწვეთ, ან ადგეთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალბატონებმა. დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სექსუალური ენერგია ამაღლდეს, ქალურობა ამაღლდეს. დამშვიდდეთ, დაწყნარდეთ და 7 ადამიანთან ყოველთვის ყველაფერი კარგი და საუკეთესო მოდის, ფულით, სიყვარულით და ასე შემდეგ. დახუჭეთ თვალები. მე ვარ ყველაზე სასურველი ქალი დედამიწაზე. მე უნიკალური ვარ. მე ვაცნობიერებ, რომ სიყვარული
ეს არის უსაზღვრო ენერგიის წყარო. უშრედი წყარო. მე ვიღებ და ვივსებ ჩემს ცხოვრებას ამ ენერგიით. მე გავცემ ჩემს სიყვარულს სამყაროში. მე სიამოვნებით ვუღებ კარს სიყვარულს. და ყველა იმ ადამიანს, ვინც სიყვარულის მატარებელია. მე ვაცნობიერებ, რომ ქალად ყოფნა ეს უდიდესი ბედნიერებაა და მადლიერი ვარ სამყაროსზე. მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ თითოეული წამისათვის, რასაც ვატარებ ამ სამყაროში. მე მიყვარს საკუთარი სხეული. ჩემი სხეული უნიკალურია. ჩემი სხეული იწვევს მაგნეტიზმს და სასიამოვნო ვიბრაციებს აფრქვევს ყველგან. მე ვიღებ ჩემს სხეულს ისეც, როგორიც არის. ჩემი სხეული სექსუალურია. მე ვარ ჭეშმარიტი გამოვლინება სიყვარულის, სილამაზის და სექსუალურობის. როგორიც მინდა რომ ვიყო, ზუსტად ისეთი ვარ. ვნებიანი, სექსუალური, ნაზი, ჰაეროვანი, შვიდი, ბობოქარი. მე ვიღებ საკუთარ ემოციას და ყოველთვის გამოვხატავ მას. მე ყოველთვის გამოვხატავ საკუთარ სურვილებს და ყოველთვის ვუსმენ საკუთარ სხეულს. ის ყოველთვის მაძლევს მინიშნებას, რა აწუხებს და რა სიამოვნებს. და მე ყოველთვის ვუჯერებ ჩემს სხეულს. მე მიყვარს ჩემი სხეული და თითოეული ნაწილი ჩემი სხეულის. მე ვარ ვნებიანი, ბუბუქარი, შვიდი, სექსუალური ქალი. მე ვზრუნავ საკუთარ სხეულზე. და ბოდიშს ვუხდი მას, თუ როდესმე ცუდად მოვიქეცი. ყველა იმ სიტუაციისათვის, როდესაც ჩემი სხეული ჩავაგდე ცუდ მდგომარეობაში. ვუღალატე მას, მისი ნების წინააღმდეგ წავედი. ჩემი კარი წარმატებისაკენ ღია. ჩემი გარეგნობით, ჩემი აურით,
ყველგან ღია. კარი ყველგან მიმართლებს. მე ვარ ქალი, რომელიც არის ბედნიერი. შვიდი. ლაღი. რომელზეც ზრუნავენ. დიახ, ეს მე ვარ. და მე ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი თავი. ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი თავი. იმიტომ რომ ერთადერთი ვინც მყავს, ვისაც უნდა გავუფრთხილდე, არის ჩემი თავი. მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ სამყაროსი. მადლიერი ვარ, რომ ესეთი შემოქმნა, ესეთი გავჩნდი. დიახ, მე ვარ ლამაზი, მე ვარ წარმატებული, მე ვარ სექსუალური, მე ვარ ვნებიანი ქალი. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მოქმედებს. ყველაფერი ამ ქვეყნად ჩემს სასიკეთოდ მოქმედებს. ჩემი ენერგია ისეთი ძლიერია, რომ ყველაფერი რაც ხდება დედამიწაზე, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდება. კი, პრობლემები არის, მაგრამ მე შევცვალე მიდგომა პრობლემებისადმი. კი, უსაფრთხოება შეიძლება არ იყოს დედამიწაზე, მაგრამ მე დაცული ვარ. მე დაცული ვარ. მე დაცული ვარ. მე დაცული ვარ. მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ. მე ვარ ბედნიერი. მე ვარ ლაღი. მე ვარ ვნებიანი. მე ვარ ბობუქარი. მე ვარ მშვიდი. ქალი, რომელიც იმსახურებს ზრუნვას, მოვლას. დიახ, ეს მე ვარ. მე ვარ. და მე მიყვარს ჩემი თავი. მე მიყვარს ჩემი თავი. მე მიყვარს